ლის ტრასის მიერ BBC-ის შესახებ გაკეთებულ ამ განცხადებას უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. ალბათონი ლის ტრასი გახალდათ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და იგი პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ მისი გადადგომის მთავარი მიზეზი გახლდათ ის, რომ მას არ აძლევდნენ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, deep state-ზე არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობაზე არის საუბარი. ახლა იგი ჩვეულებრივად ამხელს ევრობიუროკრატებს, ასევე თვითონ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. იგი ადასტურებს აბსოლუტურად ყველაფერს, რაზეც საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირთან მიმართებაში და რაც ასახა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის უსაფრთხოების სტრატეგიაში. ლის ტრასი, როდესაც მიუთითებს იმაზე, რომ BBC არის პროპაგანდისტული მედია, ესეც ცალსახად ადასტურებს ჩვენ სიმართლეს. ჩვენ დიდი ხანია უკვე ამაზე ვსაუბრობთ, რომ საერთაშორისო მედიაც არის სწორედ ამ გლობალური ძალების გავლენის ქვეშ და ამაში სულ რამდენიმე კვირის წინ დავწმუნდით, როდესაც გავრცელდა ცრუ ინფორმაცია საქართველოში გამოყენებული მითიური მომწავლავი ნივთიერების შესახებ. თავისთავად ცხადია, რომ ეს ტყუილი იყო და ემსახურებოდა საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებას.